Vamos chico, vamos, venga. Კაცადე რა. მეგობრებო, ძალიან კარგი თბილი, ისეთი მზიანი ამინდია, მუზების ამინდია და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ არა, ჩვენ ყავს ახალი ძალიან საინტერესო ახალი სპონსორი, უნდა ვთქვათ. ეს არის დიმას სამხატვრო გალერეა, შეგიძლიათ მობრძანდეთ კოსტავა 76 ნომერში. 76 ნომერში სეტანტასეტეს ქუჩაზე საერთო ჯობია რომ მოხვიდეთ. და დიმას გამოფენა იქნება, ეს გაზაფხულ გამოდის ხოლმე საგურამოში, როდესაც აყვავილდება ხოლმე ფოთლები და ხატავს, ესეთი მუზა აქვს. ადრე მძეს და რაღაცებს წერდა და აი ახლა გიორგი მოდიში რა. ეხლა ზობას გავიცი, ხალხი რო უყურებს და აი ამით რო იწყება, აი რას იფიქრებენ, უცბად როგორ გონია. გავიწყებლე კიდევ ერთ. კოსტავა 77-ში ვიყოფები და დაათვალიერეთ, ოღონდ არ მოიპაროთ სურათები. ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში და სულიერად გამოვიდი. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს. გაიმისა რომ წლებია ეხა ვიცით რომ გიორგი ივანიშვილი ფეხბურთს თამაშობდა და ფეხბურთში არის მთელი თავისი ცხოვრება. ეხა ცოტა პადელზე გადაერთო. აი, ცუდით ყველაფერი ნახი აქვს. კი, საკმაოდ ნორმალური მაღალი დონის ფეხბურთია თამაშები და ნუ კარიერა რატო არ შედგა თუ კიდე მაგაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. თავარი მიზეზი ჩვენი თავშეყრის არის ერთი სიახლე გინდა რომ გაგაცნოთ. ჯანო ბაგრატიონის სახელობის სკოლა და სპორტული აკადემია ფუნქციონირებს უკვე რამდენი ხანია? არა, ეხლა ვიწყებ სხვათა შორის. ანუ ეხლა იწყებენ? ხო, საფუძველი ჩაუყარეთ. ხო, აი ძალიან დიდი ესეთი რაღაცები წერია. აი რაც მე წავიკითხე რა და მოდი შენ თვითონ რომ მოგვიყვე. ანუ ეგ NBA-ც არის, კუიფია, ну, არ ვიცი, ბევრი რაღაცებია და თვითონ გიორგი ძალიან საინტერესო მოგზაურობებია. ვინც არის ის ჯანო ბაგრატიონი იყო ბაბუაჩემის ძმა. მთელი ცხოვრება ეს სპორტი მოკლედ ტრიალებს ჩემო ოჯახში და გვინდოდა რაღაცნაირად რომ დაგვებრუნებინა მაგისთვის. ძალიან მაგარია. ძალიან ახლო მეგობრებთან და სხვათა შორის ჩემი სიძე არის ლევან ახვლედიანი, ერთად დავაფუძნეთ ეს სახელი. გავიარეთ ოჯახთანაც ძალიან დადებითი ემოციები წამოიღო მაგან და ჯანო ბაგრატიონის სახელობის სკოლას ქვეშ გვაქვს ძალიან ბევრი პარტნიორობა. პირველ რიგში რასაც მოიცავს ეს ჯანო ბაგრატიონის სკოლა არის რომ გვინდა რომ სპორტი და განათლება ერთ დონეზე იყოს. ანუ არ იყოს მარტო სპორტზე გამოხილებული ყურადღება და არ იყოს მარტო განათლება. ზიმე რაღაცა შეეჭიდეთ, მაგრამ ძალიან მაგარსთან და საინტერესო ინიციატივით გამოვიდა. აი გაფიცრებდეს დღეს როგორ არის აი სხვაობა ცოტა უხეშად გამოვდის სამწუხაროდ ანუ სხვათა შორის ორივეში მოვიკოჭლებ თუ დაიძრა ალბათ რაღაცეები დაიძრა მაგრამ მაინც უფრო ყველას გონია რომ მესია თავისი შვილი და უფრო მაინც სპორტისკენ მაგაზე ისტორიები გვაქვს მოსაყ ჯანოზე ვიტყვი ხო წელი ერთად და მე გავაგზავნოთ რა მე საბრევიატურო ვიცოდი მაგრამ ეს ჯანოს სახელობის იყო არ ვიცოდი აი ბოლო დღეებამდე მე სულ ტელეფონით ვესაუბრებოდი რომ რა ვიცი რა ძალიან ხშირად თან უყვარდა მაგას ანეკდოტს გაიგებდა და ვინც კი სიაში ხო და ყველა სურეთო ერთი და იგივე ანეკდოტს უყვებოდა და ჩვენ იქ რო ვისხედით ანუ ზეპირად ვიცოდით უკვე ისეთენ არ მე თან მირეკავდა ხოლმე თქვათ აი შოთა რო იყო წასული და იქ ხან გუნდი აგებდა ხანის მაგაზეც რეკავდა მე კიდე რაღაცა სადღაც საჩვენებენ იმიტომ რომ ეხა ყველაფერს საჩვენებენ და აინტერესებდა სადღაც საჩვენებდა რომ ეყურებინა და სულ ბოლო დღეებამდე იყო ჩართული ნუშის ნამცხვარი იყო და დოლიძეს და სულ რომ სახში რომ მივდიოდი მაგასთან სულ მიერეკავდა რომ აი ერთი გაიარე ძამა აყორე ერთი გაიარე იქო რა ბრაზილიის ფეხბურთი უყვარდა ხო? მისი სიმღერა კიდე ცალკე თემაა, რა თქმა უნდა, ყველა კარგად ვიცით, კარგი სპორტსმენიც იყო, ხელბურთელი ხო? კი. მაგარი თან. იცი რა შეიძლება? ჯანო იყო ქროკაცი და კარგი ყოჩა თქვენ რომ ეს ჯიგარი ხარ. ვიცი რომ ამას ძალიან დიდი მომავალი აქვს, ეგმები ისეთია და ისეთი ხალხი ტრიალებს და უდგას სათავეში რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ მინდა ზუსტად რომ გავაშალოთ რა. კი. რა შედეგის მიღწევა გსურვოთ განათლება სპორტის გასაგებია რომ გათანაბრება და დეტალებზეც რომ დეტალებზე რომ ვილაპარაკოთ ჩვენ ხედვა გვაქვს ძალიან ისეთი ამბიციური მიზნები გვაქვს რომ რეგიონში ვიყოთ ერთ-ერთი წამყვანი სკოლა 5 წლის ჭრილში მაგრამ ნუ ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს განათლებიდან გამომდინარე ორი სპორტი გვაქვს აღებული კალათბურთის მიმართულება და ფეხბურთის მაგრამ
რაღაც წლების მერე უკვე დავამატებთ ფრენბურთსაც, ჩოგბურთსაც და მრავალფეროვანი გახდება. განვითარება იდეაში უფრო გოგოების ინტერესიც იმას ვქნა. ისე იდეაში ზოგადად შეიძლება ხო, ანუ მენეჯერი შეიძლება უნივერსალური იყოს, ყველა სპორტში იმუშაოს, თუ კარგი მენეჯერია. კი ბატონო და ანუ ჩვენ რა გვაქვს რომ პირველად მე-12 კლასამდე ფუნქციონირებს სკოლა, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ანუ საერთაშორისო სერტიფიკატით ამერიკის ესეთ განათლების იმას მივყვებით პროცესს და ფეხბურთის კუთხით გვეყოლება პარტნიორი და კალათბურთის კუთხით უკვე ყავს NBA-ის. ვინმეს რო ეთქვა ხა რამდენიმე წლის წინ აქ NBA-ის. არა, რაღაც კემპები და ესენ ტარდებოდა ხო ერთჯერადი რა ეხლა. ეს ხო ერთჯერადი არ არის, აგრეთვე მასლიანი პროგრამა და მთელი ამდენ. ეხლა ეგ თანამშრომლობა მოდი NBA-ს. მოკლედ რას გულისხმობს ეხლა ის თანამშრომლობა კემპით დავიწყეთ, ძალიან კარგი კემპი ჩავტარდა პირველი ხარისხიანი. და NBA-ის აქ თავისი ისინი, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარება, გუნდების ჩამოყალიბება და მან პირველ ეტაპებზე ვართ მანდაც, მაგრამ ამ სკოლის ფარგლებში შედის ეს ინფრასტრუქტურაც, რომელიც რაღაც წლების განმავლობაში ჩვენი ყველანაირი ინფრასტრუქტურა გვექნება ამისთვის, რა მულტიფუნქციური საკუთარი. კი, საკუთარი. ო, ქირობა რა. გიორგი, აი იქიდან, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყეთ, აი იქიდან რა დამოკიდებულება ქონდათ აქაურობაზე და ყველაფერზე. სხვათა შორის, ნუ მაინც უნდა შევეხოთ, მაგრამ პოლიტიკური თემა ისე სხვანაირად იყო გადაცემული მან დრო უფრო უარესი სიტუაცია ეგონათ საქართველოში თუნ ანუ გარეთ ხო? კი, გარეთ. ხო, ნუ ეხლა არც უზრუნავდებია, რასაც გაიგებენ ეხლა. რო ჩამოვიდნენ და ნახეს, ვინც პარტნიორები ყავთ ეხლა მაგათ, ყველას გააგებინეს ეგ, რო არ არისო ეგრე. ეგ აი საქმე გაიგებია. ნუ თორემ ზამბაზარ არის. სხვათა შორის ეხლა სამწუხაროდ კლუბის სახელს ვერ დავასახელებ რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ ეგენი დაუკავშირდნენ მაგათ და იმათ მოუთხეს რომ და ჩამოვიდნენ ისინიც დაგველაპარაკდნენ ასე რომ შეიძლება ეგეთი რომ არ ჩამოხვდი რაღაც ეგეთი არ არის აქ რა ვიცი. კი ბატონო, ხო, ანუ არის კუთხითაც მნიშვნელოვანი არის მაშინ მოდი ესე ვთქვა. არა, ისტორიულ საქმეს კი არა, მართლა ის საშვილიშვილო ამბებს. პროცესი როგორ არის თვითონ? კიდეთ ხელი რა. საცვლელი პროცესი რეგულარულია. კი, რეგულარულია, ჩვეულებრივი, როგორც არის, მაგათგან არის ესე ძალიან სხვათა შორის ისეთი იმხელა ბაინდერი გამოაგზავნეს, რა წესებს უნდა მივყვეთ. მაგ კუთხითაც ავირჩიეთ მწვრთნელები და head coach-ი და მთავარი მწვრთნელი და ის ხელმძღვანელი მაგათგან არის გამოგზავნელი, კი ბატონო და მაგით ხედვით მივდივართ. ქართველებიც ყავთ? კი ბატონო. ქართველებს ვამზადებთ, რომ ეგ იგივე პრინციპები გადაიღონ და 16 წლამდე ისეთი მაგარი მიდგომა აქვს, 16 წლამდე იმას არ განახებენ მოგებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. თავარია გახვიდე და გაერთო. ამ დროს ჩვენები 8 წლის ასაკი და მოხარ სახში და შენი დედა და ავე და მაგას ხო იცი ახლა შემთხვევით მოედაზე იყო. ყველაზე მთავარი რაც არის ახლა ამ JBS-ის ხიდსაც ვთავაზობთ ყველას, ვინც ახლა ყველა მიცით რომ ყველა პროფესიონალი ათლეტი არ გამოვა. სკოლის მერე ვთავაზობთ ინსტიტუტს, რომელიც გადაამზადებს მენეჯმენტში და ეგ არის იოჰან კრუიფის ინსტიტუტი. რაც ჩვენ წარმომადგენლობის ქვეშ არის ეგეც. ეხა ვიწყებთ სხვათა შორის კურსებს და ფორუმებსაც ყოველწლიურად ვატარებთ საგამართლოს. იქაური ლექტორები, თან როგორი ლექტორები არიან, იცი ვინც იმ სფეროში მუშაობენ. ანუ ეხა ჩვენ ვიწყებთ ყველაზე მოთხოვნადი არის სტრატეგიული მენეჯმენტი. სადაც გადიხარ კლუბის, ხედვას, კლუბის გეგმას, პროცესებს, ასე შემდეგ. გამესიანო ესე რა ქვია. არა, ისე რატო გამესინა, ეხლა რომ მე რაღაცა ვთქვა, მე ვცემენ და მაგინებენ. არა, ეგ სერიოზული პრობლემა არის ჩვენთან მაგისი. კიდე ერთხელ უსოხას რა. მეც გეთახმები მაგაში. არა, არის, მაო, შენ ხო უფრო შიგნით დასწავლო, იგი უფრო ისე მეც კი ვიცი შიგნიდან, მაგრამ ნუ ეხლა ცოტა ისეთი თემაა რა. არასწორი მართვა. მარტო ფული არა, ის მიზეზი ჩვენ რაზეც ლაპარაკობთ რომ აბა იმას 20 მილიონი აქვს ბიუჯეტი და ჩვენ როგორ არ მოუგებთ და ეგ გავიგეთ. როგორ მინდა რომ ეგ ტიპებს ხონდეს 20 მილიონი და როგორი რაც არ უნდა ფული ჩაას ხა მე ყოველთვის მაგას ვიტყვი, განათლება და სწორი პროცესი თუ არ არის კლუბში, წარმატებას ვერანაირად ვერ მიაღწევ რა. შეიძლება რაღაც მომენტში ერთჯერადი მოკლევადიანი იყოს, მაგრამ ნუ თავარია, ანუ ეს კურსები რაც არის იმისთვის რომ გრძელვადიან
გეგმა შეგიმუშაოს და გაითავისო. და ისე რა მაგარია ის აგერ კრუიფის აკადემია თქვი და ლექტორები რა ტიპები იყვნენ აქ ჩამოსული? ლექტორები ისეთი ხალხი არიან, ვინც იმ სფეროში მუშაობენ, რასაც ასწავლენ, მარკეტინგი, სპონსორშიპი და ყველაზე კაი რაც აქვთ, მაგათი 1 საათიანი ლექციები არის, მეტი არც გრძელდება, ბოლოს არის კითხვა-პასუხი, მაგრამ თვითონ რაც გადახდათ დადებითი და უარყოფითი კლუბებში მაგას გიზიარებენ, შენსაც ამბობ და მე ჯერდებთ, ანუ არ არის აქ სწორი და არასწორი მიმართულება, ყველაფერს ისე მეც გავიარე კურსი და მაგან ხო, რა ეგრე მეკითხა ეხა შენ ხო რა გაქვს მეთქი გავლილი რომ ანუ მე აკადემიის მართვის პროგრამა იყო, საპილოტე პროგრამა იყო და ისეთი მაგარი იყო, რომ კიდე დაანერგეს ეს და როგორი რაღაც იყო ეხა იმდენი მაგარი კლუბი მონაწილეობდა აქ მანჩესტერ იუნაიტედი, დორტმუნდი, ბილბაო, პარმა, მანჩესტერ იუნაიტედი ჩემი სიყვარულია. ვიცი გასა. შენ თუ ვიყავ ბილბაოში. ხო და მაგათან უკვე პირდაპირ წვდომა მაქვს, ანუ ნეტვორკინგი არის სასწაული და სულ გვიწევს რაღაც კლუბებში ვიზიტები. შთამბეჭდავია ამ კურსების ფარგლებში აიაქსში ვიყავით სტრატეგიულ მენეჯმენტზე. ყველაზე მაგარი ალბათ. სიტიში ვიყავით პერფორმანსზე, ზოგადად ათლეტიზმი. გაიგახურები. ქალაქი ხო იგივეა. ან ქალაქი იგივეა, მაინც წითელია ქალაქი, მაგრამ სიტიმ ისეთი რაღაც შექმნა, რომ ვერაუღებ. მარტო სამ სართულიანი შენობა აქვთ მარტო სამეცნიერო კვლევებისთვის. და იქ რო ვიყავით რაღაცეებზე საუბრობდით და ჰალანდიო 2028 წლამდე შესწავლილი გვყავსო და დამაინტერესა ახლა ყოველ დღე კვების რაციონი ძილის ისა 28 წლამდე აქვს დაწერილი. ხო და ნუ აი ასრულებს ეს არის. რაღაცა ესე არ ეთყობა ეხლა ფასესულებელი რო იყოს. მაგრამ მამამისი არის მაგარი კულინა. აი ძალიან მაგრა აკეთებს თოხლებს. მე მაგას ვამბობ, ანუ სიტის სიმხელა რაღაცა აქ ხარ რესურსი აქვს, ანუ უბრალოდ მაგალითს მოვიყვან 16 წლამდე გასვლაზე რომ მიდის თამაშზე. ყველა მიცით ხა არ ვიცი აქ ყველა მიცის თუ არა, მაგრამ 1 საათი დატვირთვის მერე არის ყველაზე მნიშვნელოვანი რას მიიღებ ორგანიზმში. ავტობუსში მოყავთ შეფი. გადმოაქვთ ეს სამზარეულო და ყველას ინდივიდუალურად რაც უხდება ორგანიზმს, იმას უკეთ. ხო და ნუ აი ეგ არის ლაბორატორიული შეიძლება მუშაობა გინესაც კი ასწავლენ. შეიძლება. იმიტომ რომ აქ ერთ-ერთი საუკეთესო გინესი აქ მოიყვანე. კი ბატონო, კი. და ასევე ჩვენი ამიგო არ გადავისდეს. ჩვენი ამიგო არატაკო ის სიგნისანიში. სხვათა შორის ჩვენი ამიგო უგემრიელესი კომაგი მეგობრებო დააგემოვნეთ ძალიან მაგარი და ყველაფერს მაგას ქართულს უკომაგეთ. აი ესეთი საქმე აქვს დაწყებული ხო ირლანდია კარგია, მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიას ჩვენ მოუგებთ. რა მოგარი გადასვლა ქონა? ეხლა სტადიონზე მგონია თავი გავა. მაგასაც გადავალთ. ეხლა მინდა პატარა სკოლაზეც მინდა ვისაუბრო ბავშვებზე. იმიტომ რომ ისეთ რაღაცები ძალიან ამბიციური რაღაცები გიწერიათ ბუდიში რა და უნდა ჩაგეკითხო. კი. ანუ განათლების ახალი სტანდარტი საქართველოში და თან გიწერიათ აი ძალიან მაგარი რაღაცა რა. გონების, სხეულის და ხასიათის ჰარმონიული ზრდა. ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს გახდნენ თვითმართვადი, გამძლე და პასუხისმგებლებიანი, რომელიც ზათ არიან წარმატებაში უკვე სკოლაში, უნივერსიტეტში, დიდ სპორტში, სადაც გინდა. ანუ ეს ან ფაქიზი ისეთი და განხრაგვა სხვათა შორის განხრაგვა, ანუ სპორტის და განათლების გარდა მესამე განხრა არის ეს wealth ქვია და health. ანუ ფსიქოლოგიური მიდგომა და თავიდანვე ადამიანის ჩამოყალიბება მაგაშიც ვეხმარებით. ანუ არა მარტო ის არ არის რომ სპორტსმენი ხარ და უნდა ისწავლო, არის რომ ცხოვრების წესის. ეგ არის ყველაზე რაზეც უნდა აშენდეს ეგ არის. ხო, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბი. მართლა გეუბნები ხა იმდენ რაღაცას ვამბობთ. სკოლა მიკავად ბურთი, იქ ფეხბურთი, იქ განვითარ, იქ ესე ფსიქოლოგიური მუშაობა. გაქანება არის ძალიან დიდი. ცოტა არ იყოს არის. მაგიტომ თქვი თავიდან რომ ამბიციური მიზნები გვაქვს, მაგრამ ანუ ყველა ვინც ამ პროექტზე მუშაობს გჯერა მაგის რომ გამოვა. ფინანსებია საჭირო. კი ბატონო, სხვათა შორის იმხელა პროექტია, რომ ძალიან დიდი ინვესტიციები, ანუ დაინტერესებაც არის ძალიან იქნება. და მე როგორც ვიცი, სკოლებში რომ გადავხედე, სურვილების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია. წარმატებები პირველ რიგში, აი ეს თუ წარმატებით განხორციელდა რა. რა არის, რა გინდა?
არა, ნოტრსობნები რაღაც გააგზელეს. წარმატებული ის აი ამ ყველაფერმა ამ პროექტმა თუ გაამართლა და ეჭვი არ მეპარება, გაამართლებს გულწრფელს უძდებთ. მივალთ შეიძლება რომ ეს იყოს იმ ყველაფრის საწინდარი, აი რაც სიტიზე თქვი შეიძლება რომ მე უკვე ეგ პროცესები დაიწყოს, როგორც მუშაობენ 16-ები იქნება ეს პატარა ბავშვები და ასე შემდეგ. წარმოიდგინე ხა NBA კი ჩვენი წარმომადგენლობის ქვეშ არის იოჰან კროიფის ინსტიტუტიც, მაგრამ ჯერ პროცესი არ არის დაწყებული და უკვე ძალიან დიდი დაინტერესებაა და შენ რო შედეგს დადებ მან ხო მესმის რომ რაღაც შეიძლება ხა ვიღაცისთვის არარეალურად ჩანს, მაგრამ აქამდე ამ გუნდების და ამ აკადემიის შემოსვლა იყო არარეალური ჩვენ ქვეყანაში. აი საიძე რო შეხვიდეთ, ნახოთ ხო ეხა მე სხვა შორის არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას. მიუხედავად იმისა, რომ 58 წლის ვარ და ჩემი თაობა როგორც წესი სკეპტიკოსია რა, რაღაც ეხლების მე მაგ კატეგორიას არ გავეკუთვნები. პირიქით 1000 ჯერ უფრო მიჩვენია რაღაცა ისეთი სიახლე შემოვარდეს, რომელსაც შეიძლება ვერც მოვერიო და დამერხეს, მაგრამ მიჩვენიო რომ ეს დაინერგოს, მაგრამ მაგას უყურებენ ხოლმე ეჭვის თვალით. საქართველოს სამწუხაროდ ესე არის რა. ეჭვიანობა, მოდი ესე დავარქვათ რა. და ზედმეტი რისკი არა რა. მოდი აი დღეს ეხლა მე ამას ავიღებ. გავყიდი 200.000-ად და ვიქნები მაყოფილი. არა, შენ ანუ რაღაცა. კი ბატონო, ანუ პროსტა მაგალითად რომ მოვიყვანო, ეხა კურსები რაც ჩავასხით არის მარკეტინგის, სტრატეგიული მენეჯმენტი, ფანების ჩართულობა და იმდენად მენტალიტეტი ჩვენ არ გვაქვს მაგის, რომ ფანების ჩართულობაზე მაგხელა გამოხმაურება არ ყოფილა რა და არადა სოფლიოში ფანების პროცესი არის ალბათ ყველაზე რას ამბობ? მაჯისცემაზე მაგათ უდეთ. ლოიალობა და ზოგუნში პოლიტიკას წარმატებული და გავლენა აქვს რა. ეხლა ამერეთი დავასახელებ. ბევრი დიდი კლუბი ამბობდა მაგას, რომ შეიძლებაო ფანის აზრიო ესე არ გავითვალისწინოთ, მაგრამ პროცესში სულ ჩართულები. პროცესში არის ჩართულები, კი. აქ არის ხოლმე ცდობები ჩვენთან, ზოგს არ მოწონს ეხლა ქუთაისი, მაგრაწვები ამ ბიჭები. არის, ოღონდ მაგალითები ბევრი არ არის. მაგრაწვებიან ისინი, სულ რაღაცას მაურობენ. ბათუმი მარტო შედეგზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ფანის. ეგეც მართალია. ფანის ლოიალობა. ხორებაში უნდა იყოს შარტული. კი ბატონო, ანუ ბრიუგეში ვიყავი ერთ-ერთ კლუბის ვიზიტზე და სოციალური პროექტები ცხოვრობენ. სხვათა შორის ძალიან მაგარი რაღაცა აქვს მაგალითად გაკეთებული, მეორე გუნდი რო თამაშობს პირველ ლიგაში. მაგათ თავისი სტადიონი. სტარტაპი კომპანიები რაც არიან ამ ტექნოლოგიის კუთხით GPS ყველა ამათან მიდის. ანუ პირველი ისა აქვს რა. ოღონდ აი ესენი უფასოდ ატესტინებენ. ხო, გატესტო არა, ხო. საოცარ. რა შედეგი აქვს ახლა? ძალიან მაგარი შედეგი. ეტა ლივერპულსაც ყავდეს ეგეთი გუნდიო, მაგარდა თამაშო. მიგიშინია მაგამდე სულ. ეხლა მაინტერესე, ეხლა მინდა რომ გარეთ ცოტა ხანი ვისაუბრეთ. ეხლა გადაცემას წვეთ მეორე დღეს კვარას თამაშის მერე. სადაც ნუ კვარას ტრანსფორმაციას ჩვენ ვადვირებთ ერთად ვაყურს. ნაღდ ტრანსფორმაცია ნეაპოლში იყო მოხულიგნო ფანტაზიის და ფეხბურთელი. ხო, გარემოც ისეთი იყო. ხო, გარემოც ეგეთი იყო, ეგ ნეაპოლში რაღაცა იყო მხეცი რა. ეხლა დაგვინდა თუ რა დაემართა რა ვიცი ხა. ანუ შეიძლება ბევრი ამბობს რა ნეაპოლის კვარა გვინდა რა რაღაცა გასაგებია, მაგრამ ისინი არ დაუკარგავს რაღაცები, მაგრამ რაღაცების ხარჯზე რაღაცებს მოუკლო, მაგრამ თრიანობაში მე მგონია რომ ყველაზე სასარგებლო ტიპი გუნდური ესეში ეგ არის. ბევრად გუნდური აქვს რომ დემბელე, დუეშ, მოეკი არიან. არა, ნუ არიან, მაგრამ ეს არის აქ სხვა ამოცანები აქვს. შენთან იქაურობაზეც მოგვიყევი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცეები გაკეთე. ეგენი ყველაფერი უნდა გითხრა დღეს. ისე ვერ წახვალ. დემბელე, დუე მაინც უფრო მარტო წინ კრეატივში ხედავდა. კვარა უკვე სხვა ფუნქციებს ამის რა ესე შეშედროს ფუნქციებს ასრულებს და იმდენად მაგარი ადამიანია. მე კი და სხვა რაღაცა მინდა კიდევ თქვა რომ ეს ტრამვა რაც მიიღო ყველა გამოტოვდა ერთის. კი, იმდენად უulis თავს, იმდენად იცის რა არის მაგის ფეხების ფასი, რომ ანუ ყველაფერს პროფესიონალურად უდგება და სხვათა შორის მიმახსენა PSG-ში ვიყავი მე 3 დღე ვიყავით ესე კლუბის ვიზიტზე, აკადემიას ვათვალიერებდით. 12 ჰექტარზე აქვთ რაღაცა ცალკე ქალაქი აშენებული. ოღონდ ეგ როგორ ხერხდება ზოგადად კაფეს? აი როგორ მიწერთ თუ ვინ ხარ, რა ხარ? როგორ არის? არა, ჩაგიწყოთ, ბატრიმ ჩაგიწყოთ რა ვიცი. ევროპის კლუბების ასოციაცია არის ეგეთი EFC ქვია. მან თითქმის ყველა ევროპული კლუბი არის გაწევრიანებული და ყველას უგზავნიან ამ შემოთავაზებას, მაგრამ მე ადგილი რო ივსება, ცოტა რთულია მან მოხვედრა და
ხო, რა თქმა უნდა, ყველას უნდა ეხა იმდენად კარგი ურთიერთობა მაქვს ამ პროექტების მენეჯერთან, რომ წინასწარ მეუნება ხოლმე რა, რომ ეს გამოვაო ეხლა. ნაკოლებს გაზრდას. ხო, ნაკოლებს მაძლევს და მე ვიკითხები ხოლმე, რამდენი მაქვს დრო, რომ ვიფიქრო თქო რა. ანუ კლუბს ჯერ არ მეუნება ხოლმე და PSG რომ მომწერა ეგრევე მეთქი სო და ის ქალაქზე გაგვიგზელეთ არ და გავიწეს. მოკლედ ყველაფერი აქვს ერთ სივრცეში რა. რეალურად ვინც იქ ცხოვრობს, ბავშვები, სკოლაც იქ აქვთ. ანუ გარეთ გასვლა არ უწევს. ჩარში არიან. ნუ კარგი გაგებით. ერთადერთი ეგ კითხვა დავსვი მე სხვათა შორის რომ მეთქი 18 წლამდე მივიდა ბავშვი და მან ეუნებით რომ PSG-ში აღარ მოგიწევს თქო. თამაში ხო არის ხა ხო რა ყველა ხوارი ან განათხოვრება ან წარმოიდგინე ხა მთელი ცხოვრება იქ რო იზრდები ანუ მარტო მაგ სოციუმში ხარ ანუ რო წახვალ გარეთ ანუ მაგას ვერ ვაკავშირებ რა გარეთ მეგობრები ისა როგორ უნდა იმ სულ როგორ ჩვენთან ისე არ აქვს მაგათ მეგობრობა და ამბავი ხო არ აუძლო და მაგით ცოტა რთულია ფსიქოლოგიურად ძალიან რთული ის არის მაგრამ მაგას ნუ პროფესიონალ ფეხბურთელებს დიან რა და აქედან ფსიქოლოგიურად ისე უგდგებითო სხვათა შორის ფსიქოლოგმა თქვა სასწაული რაღაც რო ხედავთო მოედანზეო რომ ფეხბურთელი რაღაცა ვერ არისო ოფისში კი არ ვიბარებთ რომ მორჩება ვარჯიშიო იქვეო რომ გარეთ კარგად არ დაისტრესო მეცნიერულ დონეზე არ დაისტრესო იქ აყვანილი ხო და რაზეც ვაპარაკობთ სხვათა შორის ეს EFC-ის თავმჯდომარე ვინც არის ამ პროექტების ძალიან მეგობრობ მაგასთანაც და რაღაც პანელზე გამოვაკლდა ადამიანი და მე მთხოვა რომ შეგება ჩაჯდა სპორტინგი მე და კაბაიე PSG-ის დირექტორი არის კაბაიე აკადემიის დირექტორი მაგასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა მე უნდა მესაუბრა და ამ დღეებში ყვარას წერდი რომ მეთქი აქ არის ანუ ორივე ერთ ლოკაციაზე ვიყავით ოღონდ ცოტა დაშორებით და ყვარა მომწერა რომ ცოტა ქაოსული ის მაქვს მაგრამ მაგ პანელზე ჩამოვალ მეთქი იქაც აუდიტორიაში გაგიჟდე რომ ყვარა ისაო რაღაცა კაბაიეს რო უთხრა კაბაი მითხრა აქო სერიოზული პროტოკოლებია მაგაზეო ჩამოვიდა ხო და მეთქი ანუ რა უნდა ვქნათ და აი უსაფრთხოების იმას უნდა უთხრათ და უსაფრთხოებას რომ მიმართე ყვარაზეო 3 დღით ადრე უნდა გამაფრთხილო ხოლმე ანუ არ ჩამოუშვეს რა და აი ხედავ ჩვენ რო გვინდა რომ რატო არ გვეწერება ყვარა რატო არ გვეწერება ისა ეს არ არის ეგ ჯოუნევეშის გამზრდელი ამღზდელი ხმელი იყო იქ არ ანახეს და ის ვაფშე გაგისტო რომ რას ქვია ხომ რა არის ცოტა 3 დღით ადრე მიეწერათ მაგათ კიდე ჯოუნევეში როგორ იყო იცი იმდენად გვეგონა რომ ერთ სივრცეში რახან ვართ რომ მარტივი იქნება ამ დროს ეს პირველი გუნდი გამიჟდებული აი ბარემ ყვარაზე უნდა კითხო რა როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა ესე მიპასუხე მაინტერესებს აი დღეს რა ყვარას აი რო უყურებთ ნაპოლის პერიოდიც გავიხსენეთ იცი როგორი შტაბეჭდება მრჩება აი ხო იცი გამოთქმა როა ფეხბურთელების გუნდს თუ დავჭირდები კარშიც დავდგებ აი ყველა ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია უკვე თამაში ჩვენ რომ მარცხენა ფრთაზე გვინდა და ნაპოლიში რასაც აკეთებდა ეგ ცალკეთება მაგრამ ყველაზე გუნდური ფეხბურთელი გახდა უნივერსალი გახდა რა ანუ იცი შეუძლია მარჯვნივ მარცხნივ ნახევარდაცვა როგორ ეთყობა ადრე ხო რო ცვლიდნენ ხანდახან გამოხატავდა ემოციურად მაგრამ ეხა ისეთი შტაბეჭილია მოხდება როგორც კარში რო უთხრან დადექიო დადექიო ხო აი ზუსტად ეს ის დამსახურებაა ჩაუძველის ენრიკესის და თავის კი ეგ თავის თავად ენრიკეს მიდგო ანუ სპალეტის ხომ სხვათა შორის მაგაზე ვესაუბრე და სასწაული მწნელიაო რა ანუ ვინც ყოლიაო ყვარა ხო ეგ არის მაგიტომ გამიხმება მე მაგას ვამბობ ანუ ყვარას იმას გაუსვა კიდე ხას რო ვერ ვნახე ბაზაზე ვარჯიშმერენ წერს მესიჯი მომდის გცალიაო მეთქი გცალია ნაცადე დემბელეს ველაპარაკები რა და მეთქი მივწერე სასტომ მოვიდა წარმოვიდგინე ვილაპარაკეთ ისა და რო შემოვიდა სხვათა შორის მე ეგ ის მქონდა ეხლა ჩემთან ერთად ვინც იყო იქ ყველა მიცნობდა მაგრამ სასტუმროს პერსონალს ვაფშე ზედაც არ შეუხედავს რა და გამიკვირდა ეხლა ნუ ყვარა ერთსა და მოკლედო აქო იმდენად დავისვენეო მაგ ხრივო კი ნეაპოლში რო შემოსულიყავიო ესენი ხო დამესეოდენო ესენი დაურეკავდენო ოჯახის არა გითხრა ეხა გითხრა ბადრი
ჩალი აბა შევედი ბადრი ხა სადახა რა გავდე ვიღაცა ტიპი მოდის გადაფარებული ეს ვინ ბიჭო რესტორანში მამა მის ბიძაშვილი ყველა რესტორანში ხო პიცისა ყველა და ანუ იმენ მომიჯდებოდა კი პარიზის სხვა არის ქუჩაში რო გაიარო შეიძლება არავინ არ ჩემი თვალით ვნახე არა ეგ მითხარ რომ რაღაც მომენტებში ისე ნატრება ის მე მენატრება ორჯერ ვიხარ მე მენატრება და ეხა იმაში ნეაპოლიდან მოუპრინავ და ბადრი რო დავინახე მივხვდი რომ გვერდით კვარაყავდა იმიტომ რომ ბიჭო ეს რა ქვია სამოპარებული საფვალები შეფუთული იმიტომ რომ აქ ვა ხო იცი ვერ დავმალე და არა ის რა ეხა მაგას ვერ გაექცევი რა უმართავი სიტუაცია წავაო ის ნეაპოლის აეროპორტში გაიჩნდებოდა უმართავი სიტუაცია აცი რო ტაქს გაგიჩერებს პოლიციელი და ეტყვის რომ აქ მიიყვანე და ფული არ გამოვართვაო კვარას გამო ჩვენ მე და ჩემ მეუღლე ბიჭო ეხა ზარ ტიპი ისო აი კაროჩე მე არ ვიცი მე ეგეთი რამე იქ რო ხდებოდა არ მეხედა პარიზი მართლა სხვა თემაა ეხა პარიზი მართლა სხვა არის თემა რომ მართლა რო გაიაროს ხუჩა შეიძლება ვერ დაივერიც აი ლუის ენრიკეზე კიდე რა გითხრა აი ეს არ ჩაუმეულო მაგრამ იმდენად ფსიქოლოგიურად მიდგებაო ყველაფერში ანუ ანუ გუნდურად კი არ არის ინდივიდუალურად შეგიდგებაო რომ შანსი არ არის რომ მოედანზე ყველაფერი არ დადო მაგის გამო. ბიჭო, ამაშიც რო დაინახა ეს ბავშვი. ესეც რა გამახსენე, ჩვენები რო უვარდებიან Twitter-ზე. დათამაშე ბოზო და რაღაცებს რო წერენ. პოლიტისაც ხო უვარდებოდა ხა. ის დააყენე რა მარცხენა ფთაზე. გავიგე გინდა. ერიკეს ერთ რამეს ვიტყვი მარტო შენც ბევრჯერ ვაკ ნათქვამი. როგი შვილი რო დაეცვალა. და რო ვიდე და აი რაღაცაო და მე სხვანაირად ვუყურე 9 სანიშნავი წელიწადი გავატარე. ანუ წარმოიდგინე ხა ჟუანტელი მივიწყობ მართლა ეხა. წარმოიდგინე ეხა უბრალოდ რა ტიპი არის. ხო შენ რო საერთოდ თქო არ ვაკეთებ რა გომე. არა მე რომ მაგის უკვე სხვანაირად დავინახე. მე მაგის ადგილას რო ვიყო მე ალბათ ეგეთი ძლიერი ვერ ვიქნებოდი. ნუ ეხა ესე თემა რა რთულია. მესმის, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის რომ მე გონია რომ იქაც ნეაპოლშიც ოღონდ სპალეტის გულისხმობ აქ ენრიკეს ან მაგარ ფერებთან მოხდა რა იქ უფრო სპალეტის გულისხმობ იმიტომ რომ ისინი რაღაცა გაუგებარი ხალხი გაიჩნდა რა ეხა იმის ლაურენტისის ისინი აბა ეხა ეგრო რუდი გარსიას პერიოდში მისულიყო აი მაგას გეუბნები სპალეტი ხასიათიანი ტიპი იყო თან ნეაპოლთან კავშირები ქონდა მანქანა მოპარეს საჭე დაუბრუნეს მაგარი ხალხია ნაპოლიში აი დაგიბრუნე ტემპერატურა საჭე დაუბრუნეს სარიცეგ ტიპი იყო რომ მისცემდა თავის. ისე არ გამოგვიდეს რომ ჩვენ PSG-ზე რამე პრობლემები გვაქვს, მაგრამ არაფერი არ მეგონი რომ პროექტი დამთავრდა რა, რატომღაც ესე მგონი, აი შე როგორც ახლა მენეჯერმა კაცმა. მეც ეგრე ვფიქრობ და ესე მგონია, ამდენი წელი იწვალეს. მე ველოდები ხა რომ რაღაც 1-2 მაქსიმუმ 3 წელში რომ რაღაც შემდეგი ნაბიჯი გადა. ბევრია რა, არ გინდა. არა, ენრიკეს პროექტი ხა რამდენი იწვალეს PSG-ს პროექტი დამთავრდა, ანუ მაგრამ ის პროექტი ვინც ყავდა აქამდე ტუხელი, მუხელი და ყველა ვინც ყოფილა. სტელებს თავიდანები, ნუ და ხალხი ვინედან მოედანზე ბიჭო. პროექტი ფაქტია რო არ იყო რა. ლიგის პროექტი იყო, ჩემპიონთა ლიგის მოგების პროექტი. აი ვარსკვლავი აბუფონა იარა ეგეთი. აი ხა ნეიმარი, მესი ესენი ყველა ერთად და წლენის პრობლემა მართალია, გეთახა. რაღაცა თორე ეს მე რატო გამიხარდა გიო, იცი ხა შენ ბევრად კარგად მოაყალიბებ ამას, მაგრამ აი რომ მოიყვანეს ენრიკე, მან იცის ეს ახალგაზრდებთან აკადემია გამოვლილი ტიპი ეს კონცეფცია, როგორ უნდა აწყოს გუნდი და დაუჯერეს რაც ფავარია რა. მაგას ვამბობ, რომ ანუ იმდენად მაგარი ადამიანი ყველა თვალსაზრისით, რომ ყველა ჭრილში ანუ აკადემიის კაბაეც მაგის დანიშნულია და ანუ ის ბმა არის საერთოდ მთელი ფილოსოფია იგრძნობა მთელ იმაში რა კლუბში. ხო, ანუ ეს სისტემურობა რა და ჩვენ ლაპარაკობ, ეხლა თქვი წეგა რომ იქიდან ტიპი ამოიწევა და ჩათვალე იქ არის მთელი ცხოვრება. ხო, მე გმითხარ რა, რომ ვიღაც ტიპი რო გამოგვაკლებაო ვარჯიშზეო ისეთ ტიპი მოყავთო ახალგაზრდურიდან რომ გეგონება რომ სულ იქ იყო რა. და არ გახსენდება მე ის ბარსელონა, სადაც მივიდა და დრონით რო გადაიღო, აი ეგ ბარსელონა, ასაკობრივებიდან დაწყებული, და რო არ იცოდი დიდები არიან თუ არა, მიხვდები რომ ეს გუნდია. ანუ ხელწერაზე ლაპარაკობ. ეხლა ჩვენ მაგითკენ სულ მაგაზე სულ საუბრობთ, თუ გვინდა წასვლა, მაგრამ ჩვენ სხვა პრობლემები გვაქვს რა. ჩვენ გვაქვს ეხლა პრობლემები სწორი მართვის ფულის ნაკლებობაც არის, მაგრამ ამ თანხით რაც არსებობს, აი ეხლა რომ დავიწყო კიდე იმ გუნდების ჩამოთვლა, ვისაც ვაფშე ბიუჯეტი არა აქვს და ჩვენზე წინ არის და ლაივსკორი ჩართო? აი ეხლა დღეს რა თამაშებია და რა გუნდები არის? არა, ჩართო არის მეზობელია, 3 საათში იქავარ, მანქანით. მიდით გავუჩი მიზეზები არ გამოდის და არ არის, არ გამოდის, ეგ მიზეზები არ მოიშვა. სხვადასხვა მაგაზე მინდა კიდე ერთი ის მაგალითი მოვიყვანო დორტმუნდის აკადემიის დირექტორთან მეგობრობ ძალიან ახლოს და ისეთი რა სასწაული სისტემა აქვს საწყობილი, ანუ ვოცნებობ რომ რაღაცნაირად აქაც დაინერგოს სადღაც რა. ანუ რეალურად თანამშრომლებს რო აძლევს ხელფასს
სიტყვაზე ვიძახი 5000 евро აქვს. ურიცხავს ყოველთვის 5500 ევროს. 5000 ხელფასი და 500 евро გადადის განათლების ფონდში. ანუ შენ სახელზე. ჩემ სახელზე განათლების ფონდში, ოღონდ მხოლოდ მაგ თანხის ანუ მე შემიძლია ხელი მოვკიდო, როცა ჯიპს ვერ იყიდი? ჯიპს ვერ იყიდი ვერ დაიცენე. მე კალარებზე ვერ წავაძმა და განათლების კუთხით, ანუ გინდა ლიცენზია აიღო, პროლიცენზია, მენეჯმენტის კურსი გაიარო, კლუბში ვიზიტი გააკეთო, მარტო მაგას მოხმარდება ეგ თანხები და აი რო აიღო ეხლა წელიწადში გამოგდის 6000 евро. შენო 3 წელი ეგ გადაინახო, პროლიცენზიასაც აიღებ, მენეჯმენტის კურსაც გაიგებ. უფასოდ გამოგდის. კიდე ხელფასი გაქვს. ოღონდ ანუ შენი ხარჯით არ არის, კლუბის ხარჯით. კლუბის ხარჯით არ არის. იმის ინტერესი? გიო რასაც ლაპარაკობს. განავითაროს თავისი კულტურა, თავისი კლუბი. ანუ ის იდეაში შეიძლება სხვაგანაც წავიდეს. განათლება. გიო, ისეთ რაღაცას. მაგრამ მაგას ვამბობ, რომ ეგეთ რაღაცას დაუნეგა ვიღაცას ლოიალობაც ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანური მომენტიც არის. ისეთ რაღაცებს ლაპარაკობ, ხო იცი, აი თითქოს თვარიდარო ტიპი ჩამოვა და იქ დაიწყო ცხოვრება. კი, ეხლა მე დავინახე, მეც რო ჩავდივარ მაგას რომ ეს თვალები რომ ვიფათო. მე დავინახე, ეხლა სკაფანდრი მოისროლა ბუჩქებში გიდია. გაგარინს ეძახიან, მეც ახლა რო იცოდე, ძმა. ხო და სახაძე მაგარია. გამოკლეს რა. გორგოლაჭიგეს ორი პროცესი, მენეჯმენტი და თავარია განათლება რა. მე გითხარი შენ, უუსინი მეთქი. შენს გითხარი რა. ამას რო უცინით, მე გიждდება ვამშე რა. ძალიან მძიმე სიტუაცია. ამას შორის YouTube-ის წამყვანების განათლების რო გახსნათ, მე და ნოზარი ლექციებს ავიქით. ძალიან მძიმე სურათია კაცი კლუბზე და ახალზე ლაპარაკობს. რომელიც ჩვენ ყველას ყივა გვაინტერესებს. ეხლა ეს არის ნაკრები ჩვენი კლუბებზე ვისაუბრეთ და ისა კიდე უფრო ვისაუბრებდი სიამოვნებით. არა, ეს კიდე რაღაცებს. ღმათ? ხო, კლუბებზე შენ ხარ გარკვეული და გადი. პროვოკაციებზე მოდის. ეს არის ვინისიუსია რა ეს ჩემი. ვინისიუსიც ხარ კვინტონ ფორჩუნი, ხო გეძახი? კვინტონას ვეძახი. ეს ამბავი ძალიან კარგია, აი ძალიან მაგარია, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და პროცესია რა, ისეთი რომელიც აქტიურად და თო რაც ვითხარი და როგორც გავიგერო დაინტერესება რო არის, ეგ არის. ეგ უკვე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხა გულწრფელები ვიყო და ვთქვათ რა, არის თაობა, რომელიც ეხლა უკვე ცოტა თავის ამბებში არის, მაგრამ არის თაობა, რომელიც მოდის და ყოველდღე ისრუტავს ამ გრუბელივით და უნდა რომ განვითარდეს რა. ალბათ ეს თავარი რა არიცი, ანუ ადრე გიწევდა სახსრების გადახდა, რომ იქ უნდა გაფრენილი ყავი, იქ უნდა გეცხოვრა, იქ უნდა აქ არის ყველა. ანუ იქ ის ამბავი რაც იქ დაგხვდებოდა, გაგშენ აქ. ზუსტად ის არის და თან საერთაშორისო ისეთი დიპლომია, რომ შენ კვალიფიკაციას საერთოდ აუცი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად, აი აქ ეგ ყველაფერი რო დაიწყება, ეგ ძალიან მაგარი ამბავი. მოდიან. იმ უცხოელების, იმ სპეციალისტების შეფასება მაინტერესებს, აი რას დაინახავენ. პირველი ბავშვი, აი ბავშვებში რო შეხედავენ, აი ფსიქოლოგიური კუთხით, აი მაგრამ მაინტერესებს რა. ანუ ის რეპორტები და ისინი ყველაფერი იქნება. ხო, აი მათი შეფასება იქნება საინტერესო. ჩემი ახლობლის ბავშვი იყო ერთ-ერთ წამყვან კლუბში ჩასული სინჯებზე და ისეთ ელემენტარულ ამბებზე გააუმახვილეს ყურადღება ტელეფონი დამოუკიდებელი ცხოვრება რომ დადე აქ ხარ და მოწყდი ყველაფერს რომ აი თითქოს რა ხო არაფერი რა ჩახვალ დამოუკიდებლად უნდა იცხოვრო მაგრამ ასაკ საჩვევენ უკვე რა ინიესტას ბავშვობა რო გვაქვს გააგებული და წაკითხული ეგრე მოდრიჩ მეცხვარი იყო ვაში ვიდეო ცხორში როა. ვიცი და თვალწინ მოუკლეს ბაბუაჩი. არა ბიჭო, როგორი თემა ხდება, ანუ საშინელი სურათი. ბერბატოვი რო ყვებოდა ფოტოს. ოუ. ისო გამიტაცესო CSKA სოფიაში რო თამაშობდი. მაგათ ისტორია. უყურებდა ეგრას ნიშნავს. ბავშვი სხვა. აბა ეხლა გენოპეტრიაშვილის რო გაიტანზე ეგეს რო ყვება, ისინი გიჟებენ უყურებენ რა, ეგრეა. მაგრამ თვითონ ფეხბურთი არის ესეთი თემა, სპორტი ზოგადად რა, ისეთი აი უცებს გავ და აი მე მგონი ყველაზე რთული ბავშვი სამხრეთ ამერიკელებს გქონდათ რა რაც სამიკითხავს აი არიანში არა ძალიან ოჯახში 10-15 არის მარტო არგენტინა და ისე კი რა ევროპის იქით რა რაც ხდებოდა აი კვადრადოს და იმათი ისტორიები აი ალწინ მამჯონს ოუ მაშინელები აი რიოში რო ვინც არის ხა ნამყოფი არ ვიცი რა გარდავალზე არის კონსოლისტი რა შემეცი ამ გარნავა არა ვარ ნამყოფი ხავს გონია რომ ვარ შემაგიმდენ ჯერი იძახი არა ვარ ეს პირველად უთხარი და ისა ფანჯარას რო გაგიწმიდა ზერერე თუში და ბურთით და გადაკისერი ვისერი და ყველა იძახის ვალზე თო კაროჩე ბურთო რა ბრაზილიაში არა ვარ და ძალიან დიდი ოცნება რომ მაგას წავ მე არგენტინა ვარ აი შეგნე
ჩვენი დღევანდელი. ანუ არგენტინა იმიტომ ვარ, ეხლა მე მიზეზესაც ჩამოთვლი, ანუ რა თუ უნდა ჩემი პირველი მარადონა და მესია არა, მარადონა მესის თავი დაანებე, ჩემი სიყვარული იყო ბატისტუ. გაბრიელ თან სახში 3 მაი სური მაქვს მაგის თამაში დავიწყე მე ლიგის საყვანა. ნაღდებით ხელმოწერა. 3 რა თქმა და მე ერთ გოლს. არგენტინა, ფიორენტინა, რომა. და ეხლა ფიორენტინა ბოკას ველოდები ეხლა. ბოკა вообще მეკაა ჩემთვის დიეგოს. ეხლა მე ხო ხდება ბოკას თამაში სადღაც ხო? ლაბომბონერად. მე ვარ ბრაზილიის გუშინათკენ მართლა სულ იმიდან რა, მაგრამ ბიჭო, როგორ შეიძლება რომ მარადონა მესიზე რაღაცა განსხვავება. არა, აზრი შეიძლება არ გწოდეს იმიტომ რომ ბრაზილია ამ სოფლიომაც დაანახა ეხლა რომ თითქმის ბევრი ბრაზილიელი ანუ მესის არა, მესი ადამიანი ყოფილა. ობო, რაღაცებს რო ეძახის პირველად ტიპ ამოვიდგა ხმა, ბიჭო, გეფიცები ყველაფერს წლების წინ ბიჭიკო და ჯიჯიკო ხო იცი რადიოში ჩვენ ძმები. ეგენი იყო და მეთქი მესთოჯინა ჩამომიტანეთ მე. კარგი, რიკელმე რაღაცა არ იყიდება, ძმა არ იყიდებოდა. იმიტომ რომ ნაკრები, ეხა მარადონა ნაკრებისთვის იყო, რავი, რომ მკვდარი რო ყოფილიყო, ტიპი მაინც თამაშობდა. 6 სერია არ გადადა, ხო, სერია მაგარი ფილმი, აბსოლუტურად დეტალები რა და ის მიმართვაც ნეაპოლში რო იყო თამაში. ნაპოლიში თამაშობდა, მაშინ და ნახევარფინალი იყო არგენტინა-იტალია, ნეაპოლში. და რადიოში სტუმრად იყო და თელიო წლებიო გეძახიან ცხრებსო და რაღაცა ჭუჭყიანებსო და დღეს ეხა იტალიას უნაობალი გულშემატკივრო თქვენ და მთელი იტალია თამაშობდა გასვლას ნეაპოლში ძმაო შენ ნერვიულობად არ მიღირს და არა თემები თვითონ ისტორიები ეხა ეკლესიას რო გაგეცნია და იქ რო ჯვარს იწერები არა ჯვარს იწევ და მედიას ქორწინდებიან ტიპები ბიჭო კოსტოვიცას ფილმში როა ძონკმარი რო დგანა ეგ ცოტა ხო აბაზემია ხო და ეგ ცოტა გადაწარმებული საპატალო კავიტო გავისიზ ეგ გვინდა რა ეგ ჩავსვათ რა გადაცემაში ხო და როდი გიბლოკავს მე ეხა შენ წარმოდიე საქართველოში რო თქო რომ ყვარას გაუხსნა ეკლესია ზუგდიდში ატყდება მე რა გაგჩეხა არა სხვა კუთხით უნდა შეხედო ეხა ის ხო მართლა ის არ არის ბიჭო ნეაპოლში რო ნახე ქვეყანა ამხელა და ჯერა სოფლიოზე აი ეს პასი 2-2-ზე გერმანიასთან მაგას რა დამავიწყებს აი დაწაგებული ქონდა თამაში ძმაო 2-0-დან რუმენიგა მე ფეხი შეყო იქ რაღაცა და რა პასატას ბიჭო თან თავი რო არა გაწეული აი რაღაცა და ის გოლი და ისტორია ძმაო როგორ შეიძლება ხა მე ბრაზილიას გულშემატკივრო და ვიზახდე რომ მესი აზი არ არის მარადონა აზი არ არის და ისე ამიხარდა გულის სიღრმეში რომ ევროპის სოფლიო მოიგო ტიპმა იმიტომ რომ მოორჩა ლაპარაკი დამთავრდა გაიგე რა კრანზე გაიგო ბიტმანელმა ცხოვრებაში ფინალურ ეტაპზე არ გასულა აი ექსებში დემებში დარბოდა ტიპი და ეს ნაკრებისთვის არ იყო ფლადისე მაგრამ მოიპოვა ძალა არ არისო თურმე ადამიანი ყოფილა იქ რაღაც ეჭხუბა იქ ვანგარს გაუტრაკა იქ რაღაცები მაგრამ იცი რა მე ერთი რამე არ მომწონს და ვერ ხვდები ხოლმე ოღონდ აი რატო უნდათ რომ დაემსგავსოს მესი მარადონას მიდი რა შენც გაუტრაკე ეს ამით არის საინტერესო და ამით არის დიდი არა შენზე კი არ ვამოგვაქვს ხები ამბობ არა ისეთი უნდა იყოსო და ეს თავისებურია რა ამით არის მანაც რო აიღო რომ ანუ საერთო რა აქვს ანუ თვითონ პროფესიონალიზმიც вообще სხვა დონეზე დაბერტყილი ნიჭი მარადონა რა შვებოდა და ეს რა შვებოდა რადიკალურად განსხვავებული ტიპები კომორა და რავი ტიპის მთელი ცხოვრება ეგ იქ ხო ის ფილმი ხო ნახეთ ყველა ნეაპოლში დათრეული ყავთ იმ ტიპებს შეუულებრივად დაათრევენ აკეთიკე და მერე ყვება თვითონ რა აი ესე ჩაავლეს და დაათრევენ პისტოლეტიანი ვიღაცა მაფიოზები იმიტომ რომ ფეხბურთზე გიждდები ეგ არის თავი და თავი მანდ და კიდე ნარკოტიკი და კიდე ის და აი მოდი სოფლიოზე ესე რო არ მისულიყო იქა ბრაზილია არგენტინის ფინალს ოცნებო ბიჭო რა ისა აი ესე რო ეხა კოპა ამერიკას არ ვთქვი არა ხო აი ესე რო არ მისულიყო და თვალებში ზარ დაენახა ამ ზემისთან რა გოლი გაუტანა და მოხსნეს ტიპი არ მისულიყო იქა რა და ბრაზილია არგენტინა ისე მიდიოდა რომ ყველავარიანს შეფინალი იქნებოდა ნახოთ ამ სოფლიოზე რა იქნება ხო და მოდი დავეშოთ თბილისის აეროპორტში და ქართულ ფეხბურთზეც ვისაუბროთ იმიტომ რომ საინტერესოა ნაკრების გავიაროთ ნაკრების თემა ხო ეხლა ახალი ამბები გვეწყება ნაკრების შენი თაობა რა ხო ნუ შენთან ახლო არის რა ეს თაობა ასე თუ ისე რა და ნუ ყარაზე ახლა ასე თუ ისე ვისაუბრეთ ჩვენ და ერთ რამაზე თან ხვდებით მე ჩემი აზრი ესეთია რომ მის გარეშე და მასთან ერთად რადიკალურად სხვა თემა და ჭირდება სხვა ტაქტიკა вообще კვარა თუ არ არის ანუ რაღაც ტაქტიკა არ ვიცი რა ტაქტიკა ეგ ვილი უნდა იცოდეს და ამაზე ვილაპარაკეთ ეხლა დავიწყოთ აი ბათუმის დინამოში რო ჩამოვიდა გასაგებია რომ ტრამპლინად იყო მაგრამ ფული გადაიხადეს იმათმა და ასე შემდეგ და ის ღორი ბიჭო კაცი 7 მილიონი წაიყვანა და 80-ად გაყიდა ანუ აი ღორი რა ბოდიში ლავრების
მართლა ცუდად მოექცევა და ეხლა ოსიმენი წყვება რომ ის ტიპი ცუდად ექცევა ხალხს ზოგადად დელაურენტისი და რო ჩაურთეს ის პუნქტი და ისე რომ მიდიოდა მიხვდა მაშინ გაყიდა всё ეგ იყო თემ ხო ლაურენტისი რა ხალხი რო გადმოვიდა დინამოს სტადიონზე ახლა შფოთება რომ გამოიწვია თეთრი ხალხი იყოს და გადმოვიდეს პერიოდულად და ამის მერე ეს რო იქ წავიდა და პირველ სეზონში ჯერ ამხანაგურებს უყურებდით ხო სატესტოებს ვიჯექებს უყურებ ეხა მერე ტრანსფერები დაიწყო მე კი არ ვამბობ რომ კონკრეტულად ყარა ვინმეს ურეკავდა და აბას ურეკავი წაიყვანე აბა ესაკ წაიყვანე ამან გაჭრა ხო დააბრუნა ფეხბურთი მოატრიალა ხალხი მოატრიალა მე მაგას ვამბობ ხა ეზოში რო გადიხარ მესი და ის უკვე კვარაცხელიას ყვირიან გოლს რო აგდებენ ო ბიჭურები ვაფშე სხვა ანუ ფეხბურთის ინტერესი ევროპაში და მსოფლიოშიც გაზარდა უკვე მაგალითად. კი. ჩვენს მიმართ. რო არ თქვათ ნეაპოლში ჩვენი ემიგრანტების ყოფა. ჩემპიონატებში უკვე ისე ხვდებიან ჩვენი ფეხბურთელები. ხო, ისე ხვდებიან როგორც ადრე მაგალითად პოცაბჭო და სივრცის გუნდებში. ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორი მიდგომა გაქვს, როგორც ანუ მარტო ფეხბურთელი კი არა, ადამიანი როგორ ხარ, თორე ალბათ ცუდი მაგალითი რო იყოს გუნდში აი ვინისიუსი მაგარი ფეხბურთელი, მაგრამ არ უყვართ. აი პირდაპირ როგორ შეიძლება ეგ იყარდეს? ეს ფანჯარა რა, რაც კვარამ გახსნა. გამოაღედა კარიჩკა. აი ადრე რა რო უყურებდი ხოლმე, სულ წდებოდა გული რა ვიცი, აი ალბანეთმა დაიწყო მსგავსი რაღაც თავიდან, აი ტარე რო ყავდათ და გავიდა და ალბანეთი და მერე ბევრი დღემდე სერიაში, ხო? და ეს სულ რო ბიჭო ერთი ჩვენც და რაღაცა გაიღოს და წავიდა ეხლა რა და აგერ დაინტერესებაა ძალიან ბევრი ციტაიშვილზეც ხო იწერება ისევ ნაპოლი და მთელი ამბები რა და აი ქართულ რეალობა ნაპოლიში რა მაგრა ძალიან მაინტერესებს არა მაგარი იქნება ძალიან და ევასებათ ეს ინდივიდუალური ისინი თან ახლა იქ საგიჟეჭ გიო ჩვენ იმაში რომ დაუბრუნდეთ რა შენ როცა თამაშობდი იქ რა ჩავიდეს მაგის გვარზე ვაფშე დაენძრება სადა მაგის გვარზე საერთოდ დაენძრება ისე მარადონაზე როგორ უნდა გარითმო ციტაიშვილი მე გვარი აი იმას ხოზე გარითმოვე ხამშიგზე ხამშიგი მარეკ არაფერი ხო ისა რა ქვია ბოდიში გიო აი შენ რო თამაშობდი ჩვენ ჩემპიონატში რა ქართულ გუნდებში აი მას შემდეგ ეხლა ხო აკვირდები რამე არის ცვლილება ესეთი ისე ეხლა შენ თქვა ალო გაითიშა არის არაფერი შედეგებს კი არ გეკითხები ხედავ შედეგებს იგი მაშინ რა მე მაგას ვამბობ ანუ მე ეგრე მგონი იმ დღესაც მაგაზე საუბრობდი ზუსტად რომ ხარისხი რაც ჩვენთან იყო ეგ ხარისხი დავარდნილი ქართველი ფეხბურთელები განსაკუთრებით ქართველი ფეხბურთელები განსაკუთრებით ლეგიონერებზეც ახლა თუ ამოარჩევ 1 2 3 3 ხარისხის სატრანსფერ მარკეტზე 2 მილიონი სამი არ მოყვებით მაგრამ ხო ახლა ჩემამდეც რო გადავხედო ჩემამდეც ბევრად კაი ჩემპიონატები იყო კი და მე რო თამაშობდი ანუ იმდენად მე ისეთი მაგარი გუნდელები მყავდა ხა კიტეიშვილის სახით გამოვარჩევდი ალბათ ჩემი გუნდებიდან პირველია ეგ კიტე ახლა კიტე რო კი გასულ მაგრამ მაგ მომენტში კი კაცო გასახდელშიც კიტე იყო ნახე იგრო აბრაჰამი მაგ მომენტშიც მეგონა რომ ცოტა დაბალი დონე იყო ჩემპიონატის, მაგრამ ეხლა რო უყურებ თურმე მაგარი. ერთ რაღაცას გეტყვი და რაც არის ფაქტი. კინკლაძე, არველაძეები, ყაველა, ჯამარა, სკიტა, ხო 90-იანებში იაშკა, დემე, კიდევ ვინჯამოდო. ესენი ყველა წავიდნენ საქართველოს ჩემპიონატიდან, ზმო. გასაგებია რომ ეს მაშინ სად იყო ბიჭო ეს წასვლა არა ზოგი ჩერეზალანი აი ინერცია მიყოლებული იყო გასაგებია საბჭოთა კავშირის იმიდან დაშლის მერე და რაღაც მაგრამ ეს ხო ფაქტია ვინ ჩამოთვა კიდე ვიღაცები გამომრჩა ბიჭო 10 კაცი ჩამოთვალე ძმო და მაშინ ძალიან რთული რა ვიზა რა წასვლა ვინ გახავდა ტელევიზორით თამაშს უჩვენებდნენ ძალიან რთული იყო მაგრამ მაგას ვიძახი პოტენციალი ამ ჩემპიონატს ზოგადად გააჩნია კი როგორ არის მამარდა ყავს მაგალითი მამარდაშვილი რომელმაც იქ რო დაიხია თავზე მოსკოვის დინამოსთან გინდა კრაიოვასთან არა ნუ ეხა პოტენციალი არის მაგრამ ვერ ვიყენებთ რა აი ეს თემა როდესაც ჩვენ დღეს პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ მეორე რაღაცას ვამბობ შენ ზდი ეხა დღეს რა გავაკეთე ინდივიდუალურად ნებისმიერ შეუძლიათ უხეშად რო თქვა საკუთარი თავი გაყიდოს რა გამოიყენოს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოდი აი ხა დღევანდელ მენეჯმენტზე ვილაპარაკოთ კლუბების რა და შევთანხმდეთ რომ აი შენ დაახლოებით როგორ გონია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში
ბიუჯეტი მეტნაკლებად რო თანაბარი იყოს რა, ხვდები? ანუ რამდენი მინიმუმი რამდენი უნდა ქონდეს გულს რომ იმოძრაოს კარგად. აი და 5 მილიონი, 10 მილიონი, 20, 40, ეხლა აზერბაიჯანში 40 მილიონია, 25 მილიონი ევრო, აი მაგათი ბიუჯეტები აქვს. მეტიც. რო თავისი აკადემია რომ მოხდოს, ყველაფერი. ნუ ბიჭო ხო რავი რა, ხასმოიცავს ეს ხვდები ყველაფერს, მაგრამ ევროპულ საკლუბო ტურნირებამდე მიახლოებაზე ვამბობ უფრო. რომელიც კაი აკადემიის და შესვების გარეშე რთული არის, ხო? რთულია ძალიან, ანუ მე მაგას ვამბობ, რომ ფეხბურთელებში კი არ უნდა გაკეთდეს ინვესტიცია. უნდა გაკეთდეს მენეჯმენტში. პროცესი უნდა დაინახონ, მოკლევადიანი გეგმა არ უნდა იყოს. უნდა იყოს გრძელვადიანი. უნდა დაანახო ეგ ოღონდ პროცესში უნდა ჩართო ყველა რა, საზოგადოებაც უნდა ჩართო, ფანიც უნდა ჩართო, რომ დაანახო ნაბიჯები რა უნდა გადაიდგეს. ანუ პირველივე წელს მეორე წელს შეიძლება არ მოხდეს. რამდენი წელი მოგესწრება დავბერთ, მაგრამ მოვუკვდი აღარ მაგრამ მე მაგას ვამბობ, ანუ ის 2 წელი შედეგი რო არ გაქვს, კი არ უნდა შეცვალო. ნუ მიაწვე. უნდა მიაწვე ბოლომდე. ესპანეთის მაგალითი აიღებ, მაგალითად მოყავს სპორტის განვითარების გეგმა. წერენ 30 წლიანი. კი, იაპონელები? ხო და 50 წლიანია. 30 წლიანია და 15 წლის მერე თუ ნახავენ რომ რაღაც ინოვაცია შემოვიდა, რაღაც ცვლიან მერე რა. 15 წელი უნდა გავიდეს. კი. კარგად იცი გუნდური ისინი სად არის ესპანეთის ინდივიდუალურიც რო არის. წეღანდურო თქვი შენ Paris Saint-Germain რო გაიხსენე გიო, რომ ერთის ნაცვლად მეორე რო ჩდებაო ვერ. გელზენკირხენში ვიყავ, ეგ შენ მოყოლილი ვარ. ჭამეს მეტანა რა მაშინ. და სეზონი დათორებული იყო. ლიგის ფინალზე ვიყავი, გელზენკირხენში რო იყო და კომბის ვერ გადავეკეთ რაღაცა და მივედი შაკეს ბაზაზე რა და იქ რაღაცა ბეიჯით ხო იცი კობი რაღაცა ტიპი იყო შე არც ვიცის ვინ არის ბავში არ ვიცი ვინ არის არის რო შედიხარ ესე რა შენ ხელს ვადებდი იმას მეთქი ხელოვნურია თუ არა რას მე აი ამ ხელა შპინგალეტები რაღაცა ავტობუსით მოვიდა ელექტრო არ მოიყარე ეს 20 ბავში შევიდნენ ფიშკები დაალაგა დუგუ ორი თამაშობდნენ პროსტა აი ამ ხელები ასახდეთში არ დაიღალო დუგუს რა ფაგაკეთ ამათ მეთქი ეს როგორ სისტემა აი ყველა ერთნაირად ვაფშე ვარჯიში ეს ბავშვები 8 წლის ტოვებენ ფორმის გასახდელში ნუ მოდიან ვარჯიში გაცხილი ხდება ზენა გარეს ცივწყალში ერთაგანი თუ განაგ ვიყო დრო და შენ რას ვთქვი რომ სამსართულიანი კლუბი ცენტრი აქვს თუ იქ ველაპარაკი გავიხსენე მე რა ერქვა ეხაც არის გელზენკირხენში ეს ტიპი ნოიერი რომ მოყავთ ბავში რომ მოყავთ უზომავენ აი ამ კუნძს ამას მოქნილობას და იმას ხო დაახლოებით იცი რა ამპლუა შეიძლება განავითარონ ეხა ეგ რო იქეს იქ მეთქი ესე ასე წევიანი ბავში რა ამპლუა არის მამპლუა რა ფეხი ის ფეხი კომპიუტერში შეყავ ტიპი ეგ არის და კვებაზე ხო ლაპარაკი არა ეხა შაურმას რო შეჭამს თან სამედიცინოზე რომ იყავ პირველს კი რას გემოწმენ იცი კვილებს ხო ეგ არის ჯანმრთელობა მაკედან მოდისო ნერვული სისტემის ყველა კუნთის ისო მაკედან მოდისო არა შენ იქ ჰალანდზე რაც თქვი არა 2000 მეც ანუ ეგ თქვეს რომ გაწერილი გუმეთქი რა გაქვთ გაწერილი მაგიტო ვამბობ რა ტყილა დაანებე მოწევს დაცვიდა ყველა კვილი და მე ისე დაიწყო მოწევა ბიჭო ანუ ტყილა წახვედო რატო გააბაზრე ვისო მაგრამ ამოწერი შენ ნება არა შენ არზე ხარ მოწერი არა გავიგე მიდი არა ის მაგერაც ვარ ამერო ამასთან როგორ აი მადლობა რომ ჩემთან მოხვედთ ამასთან ავზე უნდა ილაპარო ნუ იქნებ ხელებს დავიღე ჭედლო გადამირჩა ხო არის ჭედლოს თვალში მოარტყა და მე გამომეორე აი ხა ცები და იგივეს და მოკიდე ესე და ჭედლო ესე იყურება მოკიდე გეკითხები და მიპასუხე ამ პირობებში დღეს რაშიც ვართ ქართული საკლუბო ფეხბურთი მაინც ხარსებობს შანსი რომ გაზრდეს ვიღაც კი ოღონდ გამართლება იქნება მაინც არსებობს აი როგორ ჭიამ თქვა რა არ იქნებოდა ლოგიკური მე რო ახლა გრანდასთვის მომეგო რა კი ბატონო კი ხო რა შეიძლება ანუ იქნებოდა და მოგეგო ჯერჯერობით თქვა ხო მაგრამ ეხლა ეს ხო სისტემა უნდა იყოს რა ამ პირობებში ანუ მაგას ვამბობ რომ ეხლა შენ რო რეალურად აიღო კლუბებიდან ეხლა განსაკუთრებით დინამოდან ასაკობრივებში ძალიან ბევრი ფეხბურთელია. ხო და 14 ამოწიეს ხარებაშვილი საიდან მოხდა მაშინ ანუ ეროვნულ ჩემპიონატიდან რა. სალია თუ სალია ხარებაშვილი ჩაკვედა ისინი ძველი დრო ძველი რა ანუ ამ ჩემპიონატიდან მოხდნენ რა ეგენი რა. ამ ჩემპიონატიდან მოხდა აკადემია დინამოსი არის პელე. მე მაგას ვამბობ, რომ ანუ იმდენად ამ წარმატებამ მოიტანა ჩვენზე ინტერესი, რომ მაინც ყველა აქეთ იყურება კიდე რა. გინდა ეროვნული ლიგა იყოს, გინდა ნაკრებზე ყველა დონე.
არა ბიჭო ხო უბრალოდ აი მაგრა მიტყდება ერთი რა ეხა კონფერენს ლიგაც მიმყავს რა აი რო უყურებ გუნდებს აი მაგალითად სლოვანი მოიცა რა მიმყავდა ის გაითავისო რომ მომავალ წელს ერთი ადგილი შკენდია სლოვანი შკენდია აი შკენდია მენდიებში ეგ თუ მარტო იმის დადიხარ პარიზებში ხოთაშორის ეგ გაინტერესებს მაინტერესებს ანუ თუ გააკეთებენ მართება შეიძლება თუ ანჯელი და ხო გადაწყვეტა რაღაცა უნდა იყოს პროგრამა არა მართლა ხოთაშორის ანუ ესე კომუნიკაცია მქონდა მარიბორთან და იმასთან და უფრო ჩვენ დონეზე არიან ეგ. ბიჭო, აგერ არის ყარაბაღი რა, გავიგე ფულს ხარჯავენ. არა, გავიგე და სულ იმაში მაგრამ პროცესი აქვს. ხო, ანუ არა, წლების წინ დაწყებული თემა არის. ის მწვრთნელი ხავს საუკუნეა მანდარი, ხო? თქო და ეგ არის ჯერ ნდობა აქ მწვრთნელების ძალიან. ოდო კლინტი ინტერ. პლეიოფ. ოდო კლინტი. და სიტი გააპოს აქ. ჩვენ ადრე ხო ოდო კლინტი რა, ოდო კლინტი რა, ოდო კლინტი ბიჭო. თუ აი წარმოიდგინე რა. ნუ ბრუგეზე კაი არ ვლაპარაკობ არაფერს რა. ხო, ბრანი. აი მიყვები. ისა, რა ქვია? გენკი. რა ქვია იმას? ლინკონ რედი. ხო, ფარების გუნდი. გიო, სენიორ, რატო გავიხსენე? სლოვანი ხაბაცარი არ არის, კაშუა და აქ კონფერენციის ერთ კატასტროფა არის. მაგას გეუბნები და მე ეგეთი სიგმა ეგეთი ცნაური თამაში ცხოვრებაში აღწევია და არც მიხურებია შკენდია სლოვანი იყო და შკენდიამ გაუტანა 2 ბურთი როგორ გავიდა მე დღემდე მიკვირს იმიტომ რომ ეგეთი ცუდი გუნდი როგორიც იყო შკენდიაზე თუ მელაპარაკა როდესმე ისი დღეში ვარ ჩავარდნილები რა ხო და რა შკენდიას კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას გასო რა ფეხბურთი რეპორტაჟი დოსვენცი რა ვთქვი რა რო შევხედე რომ აი როგორ თამაშობდნენ იცი სახიობი რო ფეხბურთელს თამაშობს ხო იცი და რო ვერ აკეთებ ზუსტად იმ მოძრაობებს აი ზუსტად ეგეთი იყო იმდენად ცუდი გუნდია და რო ფიქრობდი ვიღა უნდა შევხვდეს მაგის დედავატირე რომ გადალახო ყველა იქ არის ვინა ყველა იქ არის რა აი სპაირი რო გავიდა ევროპაზე ეგ ხო ერთი მხრივ სპაირი ჯიგარი მაგარი რაზეა ბაზარი მეორე მხრივ ქვი კომენტარი ვქარი რა უნდა თქვა ბიჭო რომელი ლიგა სხვა ქვეყანაში წარმოგიდგენია ეგეთი რამე არ გეკითხები და ყოფილა ვაფშე და ფინალში კი არა და იქ ევროტურნირებზე არა აბა ეხა სხვაგან მე რა ვიცი გამოგდია იმას რა ქვია ბიჭო რაშუაშია ეგრეთ ინგლისში დაბალი ლიგის გუნდები სუაგდებენ პრემიერ ლიგის გუნდებს მე კი არ გიკამათები გეუბნები რომ გამოგდები არა მაგალითს გეკითხები თუ გახსოვთ მეთქით ხო და ვიხსენებდი ეგ თქვი უბრალოდ იქით და იქაც კიდე ღირსეულად ითამაშეს ტიპებმა მეტნაკლებად რა ეხა ამას რო შეხედავ არა თამაშს რო შეხედავდი ფუტბოლს თამაშობდნენ ხო და ეს აზუკა არის ძალიან მაგარი ბიჭი და კიდე განვითარდება ეგა დაწუნებულია. და აი ეს ნუწყით რა, როდესაც არის ხომ ლაპარაკი რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ ეგრე ჩანს და თუ არ ჩანს, მაშინ მოდი დამიმტკიცე საქმე და ის მილე ძმა. არა, კარგია ყველაფერი. აუ ძალიან კარგი. შედგა. ამოიღე ეს. აუ ლაივებს რო დავიწყებთ უეჭველი სიამოვნებით. რატო თქვი ლაივებს რო ვიწყებთ? რა იცი. ხო არ იციან. იციან რომ მალე დავიწყებთ ლაივებს. ჯერ მოდი ის ამოიღე ხა ვითამაშოთ. ამოიღე სტოლზე დადე. ეხა მეუბნება არ მოეხმარო და კიდია უნდა მოგეხმარო. ნუ აჰა იმიტომ რომ არ ხსნის ამოცანის დასმა არის ეგ არის ჩვენი ფეხბურთის პრობლემა ამოცანას ვეცავს აი მოსმინე ეხა მიდი კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის თამაშები და დღეს გიორგი ჩვენი ამიგო ჩვენი ხორხე შეეცდება რომ დაგვამარცხოს ლაივი თუ არ დაგვამარცხებს წამიყვანს პარის სენ-ჟერმენში მე ის მაჩუკე რუნის მაიკი ჰინკლანდის მაიკა მაჩუკე ავტოგრაფია თუ მოვიგე შენ მაჩუკებ ავტოგრაფია მაისურს მაჩუკებ მეთქი აკადემიაზე იმდენი ჰინკლანდის მაიკა არ ჩუქდება ბრატ აი აკადემიაზე იმდენი ვისაუბრეთ რომ ეს აუდი მაგრა გან აუ ეს უკვე ვიცი მე კაი არ ვეხმარები ჩემი დაარსებული აკადემია ჩემი დაარსებული აი ბიჭო რა ასობგერებით უნდა გამოიწვიოს საიდანაც ვდინებ ახლა არა ხო და ეგ არის რა ასობგერები უნდა თქვას თორე მე ხوار ვეუკლები ზეპირად აკადემიის სახელწოდება მე მოვიფიქრე ის აკადემია აკადემია ჟღერს აქ მაგრამ რისი აკადემია ეს ხო ზედ ერთი ზედმეტი და ერთი ტირა თუ არ დათვალე ნია მე ეგრე მო თვალი ხوار ხარ მაშინ 10 დავიწყე ყოჩახ რავი იქ იმანას დაიწყო ყვარამა 10 მარა ჰა არისო ადა რა ნოდა რამდენ ნოდა რა თქვა პირველია მარ პირველიასო კი აბა არ უთხრა შენ არა ამას არ ვეთქვი შენ ხო კაი გავახარო ეხა აღარ გეტყვი არა მიდი მეორე მეორე ხო ისი რაც არის პირდაპირ დაუსვი გავარჯვების თებზე ვიღები და გავარჯვების აკადემია დაწერა კაი ეგ გაგეხმარე და იმიტომ
არა ეს ანადული იყო შეჩემა ჩემი დაარსებული აკადემიაოთი ხო არ არის 100 ზემოთ რა აუ ჩემი რა მაგრა ვიცი რაც არის ყველა ჩაგისვას უთხარიძევით ეს მენეჯერი ინტელექტუალურად ყველა ჩაუსვი არ გამოტოვა არც დამთავრდა თამაში ჩემი დედა აუ რა მიქნა რა ბრიყი ხარ მაგარი ძალიან რა შეგისრულა მოატრიალე ხალხს დაანახე რა დამთავრდა მაიცადე რა არა ეს ჩემი მოფიქრებული აკადემია და ამიტომ ვერ გამოიცნავს ერთი ზედმეტი ტერი აქ მეთქი გეუბნები არა ძმაო ეგ არის მეური აღარ დალიო შენ რა დავლი გერე ეს წინა იმაში აერია ვიცი ერთი ასმონი სო გიორგი მე მგონი ყველაზე პელე მეატრიალე ხალხი თხოვს რომ ჯერ თქვი რავე მაგრამ სიტყვას მაინც ვერ ისეთი ყალეობა ისეთი სირობა არა მე თუ არ მოგეხმარე ვერ მიხვდი გიო არის ყველაზე მაგარი აი ამ თამაში დაუწმუნდი იმიტომ რომ ერთი ჯოხიც არ ჩამოს აი ეხა ხმოვნებს სიტყვის და მორჩა წააგე რა შეცემა რა იმიტომ მოვიფიქრეს ყველაფერს გამეიცნობდა და სიტყვა არა ნამდვილი სიტყვა არა ო მაშ ძო დამთავრდა უკან ნახე მაგრა უნდა ბავშვებს ბუკას ფიცა ვარ თუ ხმაო მეგოს სირო ბიჭო მაგას გეუბნები და რა გამოუცნია ჩა სამედესეო აკადემია სამედესეო არ არის ბიჭო კი სამედესეო რო ვიცახი ხოლმე სამედესო აკადემია სამედესეო წააგე წავაგე დაძიმანი 20 აი რა გიხუწმ ჩოდოა აბა რა მეგავაგე თუ აბა სამედესო რაღაც სიტყვა იმას ვეძახი მედეს ჯოხი არ გავკეთებ ვერ გაგიკეთებ და ხო რა ჯო მეგობრებო ეს არის რეკორდი ანუ მესი რეკორდი იმიტომ რომ შენ ხარ ბრიყი და უიცი და ამოცანი დასმა არ იცი მეთქი ყველაფერი აი ერთი ჯოხის ჩამოსმის გარეშე მოიგო თან არ გამეხმარდა არა უკარდახი ხო არა შენ ძობას ფიცა რამდენჯერ აი აკადემია არ უნდა მეთქვა აკადემიით ეგრევე ჩაიჯვი რა ჩემი რომ ხავერა ჩვენ ახალგაზრდა აკადემიამ არ ჩაიჯვა და შენ არა უშავს პრობლემა არ არის იო მადლობა მოიტანე ავტოგრაფი და აგლეჯინე და დავამთავრო იქნება იო მადლობა დავამთავრე გისურვებ მართლა ძალიან მაგარი საქმე არის თუ ვისაც გაქვს სურვილი ჩაეწერეთ ამოვანათებთ ხო ალბათ რომ ნახონ და შედით ნახეთ რა ხდება რა სიტუაცია აკადემიაშიც ეს რაღაცა კვარაცხელამ დაიჩოქა და ისე მოაწერა და შენ არ გიგო არა პროზა დაწერა აკე დავწერე იცი რას ვფიქრობ ხო არ გავხსნათ დიმა ჩვენ პარალელურად სამედესეო აკადემია ოღონდ მართლა ჩვენ არხზე იყო სამედესეო აკადემია სადაც ვასწავლით ბევრ რამეს შენ მე გაგიხსნით თალკი აკადემიას და თუ რა აკადემიას დამთავრების შემდეგ გეტყვი ჩაწერის დამთავრება შენ სილამაზის სალონი უნდა გაგიხსნა ნუ ჭირდება კი სადაც შაჰკრიჭავ ხოლმე კი რა მაინტერესებს გამოიწერეთ და დაალაიქეთ ფსიქიატრიას ასწავლობი შეიძლება სულთან როგორ არის იცი მე რაღაც ანალიზს გავაკეთებ და უკავშირები და არა დაიწყე ამიტომ შენ დაიწყე კურსები გიორგი მე მგონი მეწყი მაგრამ მე მგონი კარიერას დაამთავრებ საერთოდ მე მგონი მეწყია გიორგი ნოდარ მიყვარხარ ხო იცი ჩემს რეებს აკეთებ რეებს ასაკეთე აი ხო შეგეშინა უკან დაიხი კარგი დღეს ამე დაასრულო დღეს იცი ვარ გვითქო ეს ანონსი აი ეს კადრი ჩასვი ანონსი რო იფრთხება რა გამოიწერეთ ლაილაის მოიწერეთ ლაილაიქეთ დაალაიქეთ დიდი მადლობა და დაგულეთ დაგულეთ გაწუხებთ ცუდი სიზმრები დაასკანერეთ და ტანზე გახტილი დიმა კარგი ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს კი ლაივში გიორგი ივანიშვილი იყო ჩვენ განცემის სტუმარი ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემია და სკოლა რომელიც არის ძალიან ხელი და მოუწყით რომ ესე ეჭირება კი არ ჩამოწეს რო წახვიდე იქნება ესე არ მინდა რომ ჯევი დღეს ამე დაგეშვებებით პარასკევს დაუბრუნდებით დღეს რა დღეა პარასკევი დიფი ნახოთ ისე adiós hasta mañana vámonos